გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ გერმანულ ენაში უნდა ვისწავლოთ ორი ზმნა. დღეს უნდა ვისწავლოთ sein და უნდა ვისწავლოთ haben. Sein, haben. Sein ეს არის ყოფნა, haben ეს არის ქონა, ყოლა. დღეს უნდა ვისწავლოთ ამ ორი ზმნის უღლება ახლანდელ დროში და ასევე უნდა ვისწავლოთ წარსულ დროში, თუ როგორი იუღლება ეს ორი ზმნა. მოდით დავიწყოთ sein, აი ამ ზმნით დავიწყოთ. ესე იგი, რას ნიშნავს sein? Sein ეს არის ყოფნა. ახლა როგორი იუღლება და როგორი ითარგმნება? ნახეთ, sein აწმყო დროში იუღლება ასე: Ich bin, ანუ მე ვარ, du bist, შენ ხარ, sie, es ist, ის არის. ცალ-ცალკე რომ ვთქვათ, ეს იქნება ist, sie ist, es ist. ანუ ის არის. Wir sind, ჩვენ ვართ, ihr seid, თქვენ ხართ, sie sind, ისინი არიან, ასევე გვაქვს sie sind, თქვენ ბრძანდებით, რომელიც არის თავაზიანი ფორმა. მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. Ich bin, du bist, sie, es ist, wir sind, ihr seid, sie sind, sie sind. ეს იყო ახლანდელი დრო. ახლა გადავდივართ წარსულზე და ვისწავლოთ sein ამ ზმნის უღლება წარსულ დროში. ნახეთ, ეს იუღლება ასე: Ich war, ანუ მე ვიყავი. Du warst, შენ იყავი. Sie, es war, ის იყო. Wir waren, ჩვენ ვიყავით. Ihr wart, თქვენ იყავით. Sie waren, ისინი იყვნენ და ასევე sie waren, ანუ თქვენ იყავით, რომელიც არის თავაზიანი ფორმა. მოდით ესეც კიდევ ერთხელ დავიმეოროთ. Ich war, du warst, sie, es war, wir waren, ihr wart, sie waren. ახლა გადავდივართ მეორე ზმნაზე, ეს არის haben, ანუ ქონა, ყოლა. აწმყო დროში ეს ზმნა იუღლება ასე: Ich habe, მე მაქვს. Du hast, შენ გაქვს. Sie, es hat, მას აქვს. Wir haben, ჩვენ გვაქვს. Ihr habt, თქვენ გაქვთ. Sie haben, მათ აქვთ და sie haben, ანუ თქვენ გაქვთ, რომელიც არის თავაზიანი ფორმა. ესე იგი, ich habe, du hast, sie, es hat, wir haben, ihr habt, sie haben. ახლა მოდით ვისწავლოთ ამ ზმნის წარსული. ეს იქნება ich hatte, ანუ მე მქონდა. Du hattest, შენ გქონდა. Sie, es hatte, მას გქონდა. Wir hatten, ჩვენ გქონდა. Ihr hattet, თქვენ გქონდათ. Sie hatten, მათ გქონდათ და ასევე თავაზიანი, ესეც არის sie hatten, ანუ თქვენ გქონდათ. ესეც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. Ich hatte, du hattest, sie, es hatte, wir hatten, ihr hattet, sie hatten. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი ორი ზმნა. ანუ დღეს ჩვენ ვისწავლეთ ორი ზმნის უღლება, sein და haben, აი ამ ორი ზმნის უღლება ვისწავლეთ აწმყო დროში, ასევე ვისწავლეთ წარსულ დროში. ახლა კი მოდით გადავიდეთ და წავიკითხოთ აი ამ ორ ზმნაზე წინადადებები. ესე იგი, ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ სავარჯიშოს. აქ ახლა რას ითხოვენ? ესე იგი, უნდა წავიკითხოთ ეს წინადადებები და sein, haben, აი ამ ორი ზმნის ფორმებს ხაზი უნდა გავუსვათ. აი პირველს რომ დავაკვირდეთ, მაგალითია, wo wart ihr denn am Samstag? სად იყავით თქვენ
შაბათს. ნახეთ, აქ ვართ ხომ არის sein მისი ფორმა. ხო? იმიტომ რომ წეგან ჩვენ როცა ვისწავლეთ sein მისი უღლება წარსულ დროში, ვისწავლეთ რომ თქვენ ხართ, ეს არის ia wart. აქ ეს რადგან არის კითხვითი წინადადება, ამიტომ wart გადმოვიდა წინ. და გახდა wart ia, რადგან ეს არის კითხვითი წინადადება. Wo wart ihr? ანუ სად იყავით თქვენ den am Samstag? შაბათს. Am Samstag ნიშნავს შაბათს. Ich war zu Hause. მე ვიყავი სახლში. Ich war. აქ რას უნდა გავუსვათ ხაზი? war. ამას უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან war არის sein, აი იმ ზმნის უღლება წარსულ დროში. Ich war zu Hause ნიშნავს მე ვიყავი სახლში. შემდეგი წავიკითხოთ. Wir waren auch zu Hause. Wir hatten Besuch. ესე იგი ჩვენც wir auch ნიშნავს ასევე. ჩვენც სახლში ვიყავით. Wir waren. აქ რას უნდა გავუსვათ ხაზი? waren, აი ამას უნდა გავუსვათ ხაზი. Wir hatten Besuch. ჩვენო გვყავდა სტუმრები, სტუმარი. Besuch. hatten, აი აქ კიდევ ამას უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან hatten ეს არის რომელი ზმნის ფორმა? haben მისი ფორმა წარსულ დროში. Meine Eltern waren da. ანუ ჩემი მშობლები იყვნენ აქ. ნახეთ, აქ waren, აი ამას უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან ეს არის ზმნა sein მისი უღლება, მისი ფორმა. შემდეგზე გადავდივართ. Ich war in der Schule. მე ვიყავი სკოლაში. აქ war, აი ამას უნდა გავუსვათ ხაზი. Meine Kinder hatten Schulfest. ჩემს შვილებს, ანუ ბავშვებს, ჰქონდათ სკოლის ფესტივალი. აქ კიდევ hatten, აი ამას უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან ეს არის haben, აი მისი ფორმა. Und wo warst du? და სად იყავი შენ? აქ warst, აი ამას უნდა გავუსვათ ხაზი. Hattest du ein schönes Wochenende? კარგი ლამაზი შაბათკვირა გქონდა? Hattest du გქონდა? აქ კიდევ hattest, აი ამას უნდა გავუსვათ ხაზი. Ich war zu Hause. მე ვიყავი სახლში. აქ რას უნდა გავუსვათ ხაზი? war, აი ამას. Ich habe Kuchen gemacht. მეო ნამცხვარი გავაკეთე, მოვამზადე. Und და აგრძელებს ასე. Ich hatte doch Geburtstag. მეო დაბადების დღე მქონდა. Ich hatte doch Geburtstag. აქ hatte ამას უნდა გავუსვათ ხაზი. Aber ihr seid nicht gekommen, მაგრამ თქვენ არ მოხვედით. Warum denn nicht? და რატომ არა? ანუ რატომ არ მოხვედით? და რატომ არა? რატომ არ მოხვედით? ესე იგი, ანუ უნდა წავიკითხოთ ეს წინადადებები და sein, haben, აი ამ ორი ზმნის ფორმებს ხაზი უნდა გავუსვათ.